სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ღვთისმადლითა და გასმოყვარებით გადავცურეთ საკმაოდ ვრცელი ზღვა წმინდა ორვეოცისა, ანუ დიდმარხვისა და ნებიშვიდეულის მარხვისა. ბარე სხვებმა არათუ ზღვა ოკეანეთ აღიქვეს ეს ვრცელი მარხვა გულისხმობ ავადმყოფებს ჩვენ შორის ღრმად მოხუცებულებს. ხოლო ზოგიერთმა ჩვენგან ვითარცა ტბა გადასურა, კაცმა რომ თქვას ოკეანეთს და ზღვას ეს ვრცელი ტბა არის სინამდვილეში. მაგრამ ყველაზე არსებითი არის ის, რომ უფალი ზურგის ქარით თანაშრომი ეწეოდა, ანუ მადლით სულიწმინდისა. და მე ამას სარელ სიტყვებად როდი ხმარობ. მე ვისმენდი ჩვენს მგლებთან ერთად თქვენს აღსარებებს გულის პეთქას და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე გამოვსკვენი ესეთი შესავალი. და ჩემი თავიც ვიგულისხმე, რომელიც რადასამალია და ამას განვიცდი, განსაკუთრებით კოვიდის შემდგომ დავჩეჩანაკდი, მოუძლურდი და ბოლო ნებიშვიდეული შეიძლება ვთქვა, რომ ტანჯვით გავატარე 6 დღე არ მიძინია. ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა სახსრების. დიდი ოთხშაბათიდან დაიწყო და პირველად გუშინ წინ იყო, რომ ღამე მეძინა. ეხლა ამას მოძილეობისთვის კი არ ვამბობ, ძილი არის აუცილებელი რა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ხშირად და უპირატესად ენერგიას ძალებს ადამიანი აღიდგენს ძილში. მაკურნებელი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. ამაზე ეხლა აღარ შევყვები, ამ მდგომარეობაში სხვებიც არიან ჩვენი მრევლიდან, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მეტნაკლები წარმატებით გავიარეთ ეს მარხვა. მადლობა უფალს. როგორც ჩვენი პატრიარქი შეგვაგონებს, მადლობდეთ უფალს ყოველი გათენებული დღისათვის. იმიტომ რომ განთიადი ეს სასუების სახეა ერთგვარად ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ ვიცით, რომ უკანასკნელ შამს, ანტიქრისტეს შამს, მისი მეფობისა, წყეული მეფობისა, სანატრელი გახდება ერთგვარი ნუგეშიც კი, სულ მცირედი დაღამდება ეს ღვთისაგან განვარდნილები და ანტიქრისტეს დამონებულები ინატრებენ, როდის გათენდება, რომ რაღაც ნუგეში მიიღონ. გათენდება, განთიადი მათ არ მოუტანს არჩევას არც ნუგეშინისემა. რადგან ნუგეშინისემელი მხოლოდ სულიწმინდა, სულიზეციური მამისა და თუ ამას უარყოფს ადამიანი და დაიბეჭდება ანტიქრისტეს წეული ბეჭდით, საიდან გაიქნება მასთან ნუგეშინისემა. ხოლო ჩვენ კი ყოველთათვის ყოველ საშინა, როგორც შეგვაგონებს ერთგან იაკობ მოციქული და სხვაგან პავლე მოციქული, მადლობდეთ უფალსა. ვიყავ ამ სატანჯველში, უფრო მძაფრად განვიცდით, რა არის ქრისტეს უნება, მისი უსამართლო შეპყრობა, დამცირება, მოკიცხვა, გამათრახება, ეკლესიის გვირგვინი, ყველაფერი ეს თვალწინ მედგა და ესე კი ვამბობდი, რა არის ადამიანური ტანჯვა ღვთიური ვნების წინაშე, არც არაფერი. მეორე მხრივ რა არის, როგორც ჯერ კიდევ ძველი ლათინები ამბობდნენ, მსგავსით შეიმეცნება, შემეული ტკივილები და ვფიქრობ, მრევლი სხვა ზოგიერთი ვინც ამ მდგომარეობაში იყო, თითოეული თავისი ტკივილებით მეწარმოდგენა შეიქმნიდა ქრისტეს ხსნელ ვნებებზე. და დიდება უფალს, რომ ღამე მთავრდება განთიადით და მარხვა ქრისტეს მწყინვალი აღდგომით. და გადაძახილი ამ დღესასწაულისა გრძელდება მთელი წლის განმავლობაში. ღვთისმსახურებას გულისხმობ და განსაკუთრებულად 40 დღე შემდგომად ქრისტეს მწყინვალი აღდგომისა. ძალზედ ვრცელია ეს დრო, დიდი ხნით გრძელდება და როგორც უწინ მოციქულები როცა დაარწმუნა ქრისტე მაცხოვრმა თავის აღდგომაში, გახარებულები ახარებდნენ ერთმანეთს, ქრისტე აღსდგა, ეუბნეოდა ერთი მოციქული მეორეს, მეორე პასუხობდა ჭეშმარიტად აღსდგა. აი ეს მერე ტრადიციად იქცა და ქრისტიანები ჩვენ 40 დღის განმავლობაში აღდგომის დღეებისა ამგვარად უნდა ვესალმებოდეთ ერთმანეთს. ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე, მაგრამ ძნელად ირწმუნეს მოციქულებმა. და თუ მოციქულებმა მეტადრე სხვათა თქვენ როგორც იცით 500-ზე მეტი მოწაფე ხავდა ქრისტე მაცხოვარს
ამ ხნის განმავლობაში ვიდრე დედამიწაზე იყო და ამაღლდებოდა. როდესაც აღს გამკვდრეთით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, წმინდა წერილიდან ჩანს, რომ მარიამ მაგდალელს ეჩვენა პირველს, მაგრამ წმინდა გარდამოცემის მიხედვით, რომელიც ისეთივე ავტორიტეტია ეკლესიაში, როგორც საღვთო წერილი, თავდაპირველად ქრისტე ეჩვენა არა მარიამ მაგდალელს, არამედ მარიამ ღვთისმშობელს. და ამაში არაფერი საოცარი არ იქნებოდა. ის ხომ დედა იყო მისი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა მესიას. როგორი დასატევია, ვფიქრობ ხშირად ადამიანის გონებაში, იცოდე რომ ყავს შვილი, რომელიც არის ღმერთი და განკაცებული. სრულიად მიუწვდომელი სახით, არა თუ ადამიანთათვის, არამედ თვით ანგელოზთათვის. მაგრამ მისმა სიწმინდემ დაიტია ეს შეგნება და დაიტია თავად ერთი სამებისაგანი ძეღვრთისა, ანუ ძალიმაღლისა, როგორც თავარანგელოზი გაბრიელი ხარებისას უწოდებს ძეღვრთისას, რომელსაც ცანი და ქვეყანანი ვერ იტევენ, რომელსაც ჭალითა თვისი და უყრია ცანი ქვეყანა ყოველივე ხილული და უხილავი. ეს არის მიუწვდომელი რამ. ეს შეიძლება მხოლოდ ვირწმუნოთ. და ვისაც აქ რწმენის ნიჭი, ამ რწმენის ნიჭით სწამს მას, რომ ჭეშმარიტად ძეღვრთისა უცლად იყო ღვთისმშობელმა მარიამმა. და გადაჭარბებით არ ვამბობ, რომ მთელი შეგნებული და მთელი ცხოვრება შესწირა, ესე იგი, მესიის დედობას. ის ჯერ კიდევ წინა საუკუნეთა ღმერთის მიერ იყო გამზადებული, ვიდრე მოავლენდა დედამიწაზე. აი, როგორც მოციქულებს ეუბნება, საუკუნეთა შექმნამდე თქვენ ჩემთან იყავითო, ასევე ღვთისმშობელი მარიამი, ანუ ღვთის განგებულებაში იყო. და გარკვეულმა წინაპრების რიგმა და რიგმა მოიყვანა ღვთისმშობელი მარიამი ღვთისნებით. ყოვლა წმინდა, ყოვლა დუბიცო. დედა ღმრთისა, ასეთი სახელდება არავის არ აქვს. იგი არის შეუდარებელი, არათუ წმინდათა თვალსაზრისით, არამედ ზეციურთა ანგელოზ, ყველაზე მაღალი პირველი ტრიადის ანგელოზების კი ქედდადრეკილი დგანარ მისი დიდების წინაშე. და რაში მდგომარეობს ღვთისმშობელ მარიამის დიდება პირველ ყოვლისა? მის თავმდაბლობაში. აქედან მომდინარე სიმშვიდეში, მოთმინებაში, რომელიც მას არ დაუკარგავს, არც მაშინ, როცა საკუთარი თვალის ჭრეთს და თუ როგორ გაკიცხეს ქრისტე, როგორ ატანჯეს, როგორ აწამეს ჯვარს, როდესაც მას არც ერთი სიტყვა დარდვინვისა არ წამოსდენია. და მახო წინასარაც იცოდა, რაც ელოდა მისგან ხორჩესმულ ღმერთკაცს. უწინასწარმეტყველა, რაც ჩვენთვის ცნობილია სვიმონ ღვთის მიმრქმელმა, ანა წინასწარმეტყველმა ფანუელის ასულმა და გარდა მაგისა, თქვენი წმინდა გარდამოცემიდან, რომ წმინდა წვიათაში, სადაც 4 წლის ასაკიდან იზრდებოდა, აღიზარდებოდა, უფროსორი იქნება ვთქვათ, მას ხშირად ყოველდღე ეზრახებოდა და ეჩვენებოდა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც დადგენილი იყო მის მფარველად. გარდა მაგისა, წმინდა გარდამოცემით მას ეცხადებოდნენ წმინდა წვიანთაში ასევე სხვა ზეციური ძალებიც, სხვა დასის ანგელოზებიც. და ისინი უბნობდნენ იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო. ესე იგი, ამგვარადაც ამზადებდნენ მას როგორც მომავალ დედას ღვთისას. მოკლედ, ღვთის მადლით, ღვთისმშობელ მარიამის უდიდესი სიწმინდით ამ სოფელს, წუთის სოფელს მოევლინა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. იგი დავიწყებაში იყო უსახელობაში 12 წლამდე ერთხელ გამოგვრთა, რომ ის არ არის კაცთა შორის, რომ ის არ არის ლიტონი ადამიანი, არამედ ზეციური მამის შვილია, მხოლოდ შობილი. შემდეგ კვლავ დავიწყებას მიეცა მისი ვინაობა და 30 წლიდან, როდესაც ნათელს იყო, მან იწყო ქადაგება ღვთის სიტყვისა, ზეციურთა საიდუმლოებათა და ბოლოს მრავალი განგურნა სულითა თუ ხორციცნეული და მრავალი აზიარა ჭეშმარიტებას. და ბოლოს ყველა ამ სიკეთის წინ მიიღო ყველაზე დამამცირებელი სიკვდილი იმ დროისთვის ჯვარცმა შორის ავაზაკთა. არც ერთი სიტყვა დარდვინვისა არ დასდენია მის ბაგეს. არამედ პირიქით ზეციურ მამას ევედრებოდა, კლად ესე იგი მიხავდათ რა გოლგოთაზე, რომ მიეტევებინა მათთვის ადამიანებისთვის, ანუ ქრისტეს მკვლელებისთვის ეს უმძიმესი და უდიდესი დანაშაული და ცოდვა. და როგორ უყვარდა დედაი თვისი,
როდესაც ესე იგი როგორც იყო ნაწინასწარმეტყველი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებთან და რომელიც არაერთხელ გაიმეორა ქრისტემ თავისი მოციქულების თანდასწრებით, რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს მღვდელთავართა, მოხუცებულთა, წიგნობარ ფარისეველთა მოიკიცხოს და ბოლოს ჯვარცაცვან და გულისხმაში ვერ მოდიოდნენ მოციქულები თუ რაზე ეზრახებოდა მათ და ბოლოს იგი შორის ავაზაკდა ჯვარცმულია. გარდამოიხილა, როგორც იოანე ღვთისმეტყველი გვიმოწვეს, ჯვარით გამო და იხილა დედა იმისი. მიუხედავად იმის, რომ უმეტესობა 12 მოციქულიდან და ყველა 70 მოციქულიდან დატოვებს მას და გაიქცევა სიკვდილის შიშით მისგან. ჯვართან დარჩებიან მხოლოდ ღვთისმშობელი მარიამი, მარიამ მაგდალელი და იოანე ღვთისმეტყველი და არ არის შემთხვევითი, რომ ერთ-ერთი უპირველესი სწორედ მათ გამოეცხადება მკვდრეთით აღდგარი უფალი. ერთგვარად აჯილდოებს მათ სიყვარულს, ერთგულებას და სიმტკიცეს სარწმუნოებისა. მას გარდა მოიხილა ჯვარით ნებულმა ქრისტემ, ვიდრე ზეციურ მამას ჩააბარებდა სულს და ესე იგი დედაზე იზრუნა. დედა, ნუ სტირ, ძე შენი იოანე შვილობილად უკურთხა მისი ერთგულების გამოც ქრისტეს მიმართ და იმის გამო, რომ სიყვარულის მოციქული იყო თავდადებული. რომელსაც წყალობის ნიშნად მისა უდიდესი გამოცხადება, ისეთი, რომელიც არც ერთი წინასწარმეტყველისთვის არ მიუწია, რომელსაც დღეს გამოცხადების წიგნს, ანუ აპოკალიფსს უწოდებთ. და იოანეს დედობილად უკურთხა. რა არის ამაზე დიდი ღირსება, დედობილი იყოს შენი ღვთისმშობელი მარიამი. ამის გააზრებაც კი ბოლომდე ალბათ გაგვიჭირდება ადამიანებს. დღეს არის სამაგი დღესასწაული ამ კვირიაკეს. პირველ ყოვლისა ეს არის კვირაცხოვლობის დღესასწაული, ცხოველი ძველ ქართულად ცოცხალს ნიშნავს, ანუ კვირაცოცხალი. განახლება თითქოს ერთგვარი სათბურება ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის, რომელიც 40 დღე გრძელდება, როგორც თავში ვთქვით. და დღესვე არის ამ კვირიაკეს სხვანაირად ეწოდება თომას კვირიაკე. სხვაგან თომასაგან მაცხოვრის გვერდის განხილვის კვირიაკე. ანუ განიხილა გვერდი მისთვის, სადაც ლახვარი აწგერეს უფალს. და ბოლოს ადგილობრივი დღესასწაული ხატისა, რომელიც ჩვენი 4 ტაძრის ეზოში არის აღმართული და რომელსაც უწოდეთ ნუნტირმე დედაო. ეს ხატი შეიქმნა წმინდა გარდამოცემის მიხედვით, რომ პირველ სწორედ ღვთისმშობელს ეჩვენა და მერმე სიმბოლური წიგნების მიხედვით, კერძოდ მარხვანის დიდი პარასკევის საკითხავით, სადაც ძლისპირები ამგვარი სიტყვებით იწყება: ნუნტირმე დედაო, რამე თუ ავსდგები რა მკვდრედით, პირველად შეგეჩვენო. ანუგეშა დედა, რომელიც მტირალი იყო. აი ამის შემდეგ შეზახა, აღსრულდა და სულითვისი განუტევა უფალმა. ესე იგი, როგორ უნდა უყვარდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი, რომ უკანასკნელი ამოსუნთქვა მიუძღვანა თავის დედას, რომელსაც საუკეთესო და usაყვარლესი მოციქული ქრისტეს შვილობილად უკურთხა. და იმ დღიდან ნათქვამია სახარებაში იოანემ თავისიანებთან წაიყვანა ღვთისმშობელი მარიამი. და როგორც წაიყვანა, ყველგან სადაც ის საქადაგებლად მიმოდიოდა იოანე მახარებელი, თან დაჰყავდა ღვთისმშობელი მარიამი. ბოლოს ეფესოში იყო, ეფესოდან დაბრუნდა ღვთისმშობელი მარიამი იერუსალემში და ყოველ დღე იარებოდა უფლის საფლავთან, აკლდამასთან. ჩვეულება ჰქონდა სამსანთელს ანთებდა ყოვლადწმინდა სამების სახელზე და თითქმის მთელი დღე და ამის მნიშვნელოვანი ნაწილი ლოცვაში ატარებდა. ეს მისთვის უცხო არ იყო, ეს მისთვის ახალი არ იყო. 4 წლის ასაკიდან წმიათში უმეტეს დროს ატარებდა ლოცვაში, წმინდა წერილის კითხვაში და ანგელოზებთან საუბარში. ხოლო ღამის მცირე მონაკვეთი ალბათ 2-3 საათი ძილს ეძლეოდა, რადგან ხარკს უხდიდა ადამიანურ უძლურებას და თუ გრიგოლ ღვთისმეტყველი უფალზე ამოს თამამად შეიძლება ითქვას ღვთისმშობელზეც, რათა ძილიც ეკურთხებინა, როგორც ასეთი. ღვთისმკურთხეულია ის, რასაც ჩვენ ძილს ვუწოდებთ. არა მოძილეობა, ძილის ბუდობა, არამედ სირეოდენი ძილი. ღვთისმშობელი მარიამი არის მისაბაძი მაგალითი ყველა ბერმონოზონისთვის. მას ბაძავენ მარხვაში, ლოცვაში, ღვიძარებაში. ეს მისგან მოდის ღვთისმშობელ მარიამისგან. ამიტომაც არის, რომ იგი ითვლება ბერმონოზონთა წინამძღვრად იოანე ნათლისმცემელთან ერთად. აი არის ასეთი ხატი შეიქმნა ათონის წმინდა მთაზე, იღუმენია ათონისა, სადაც ღვთისმშობელი ამაზრით არის გამოხატული.
და არაერთი თეოფანია გამოცხადება გარდა ყველაფრისა ამოწმებს, რომ სწორედ ღვთისმშობელი მარიამია მცველი და მფარველი ბერმონოზონთა და მონასტრებისა. არაერთხელ უხილავთ ამა თუ იმ მონასტერში ღამე როგორ მივოდიოდა და როგორ ესე იგი ათვალიერებდა, ვინ როგორ მოღვაწეობდა. ვინ ღამისთევით, ვინ მღვიძარებით, ვინ ფსალმუთა გალობით, ვინ მუხთა დრეკით. და ნამდვილ ბერებს ეძინათ მხოლოდ 2-დან 4 საათამდე. და ზოგიერთი მათ შორის ისეთი დიდი მამები იყვნენ, რომ საერთოდ სარეცელზე არ წვებოდნენ. თითქმის დაუძიერებელია ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე. მაგრამ ამ წვერვალებს მათ ასკეტური ცხოვრებით მიაღწიეს. აი, ზოგიერთი მათგანი კედელს ეყრდნობოდა მცირე ხნით, თვლემდა, ძილიც არ ქვიან ამას. ზოგიერთი ჯდებოდა, მაგრამ არ წვებოდა და ასე შემდეგ. სიამით არასდროს წვებოდნენ, ესე იგი, გულის მხარეს. ტყბილი ძილი იცის. თუ გული ავადმყოფი არა აქვს ადამიანს და ყველა ამ ნიუანსს შევყვებით წინა სახე ბერმონოზონური ცხოვრებისა იხილვება ღვთისმშობელ მარიამში და დიდებული იოანე ნათლისმცემელში. აი ახლა ღვთისმადლით თქვენს წინაშე ძევს შეიქმნა ახალი ხატი ღვთისმშობლის სამი სიხარული ჰქვია. ამ ხატის წერა დიდი ხანი დაიწყო, მერე ვაკურთხე რომ სხვა ხატები დაეწერა ღვთისმშობლის და აი ბოლოს დასრულდა ეს ხატიც. ვიდრე დასრულდებოდა, გულის ოპერაცია გაიკეთა ჩვენმა ხალხმა კახამ. და იმდენად მადლმოსილი და მშვენიერი გამოვიდა, ეჭვი დამეწყო, ვაკურთხო თუ არა, რა უნდა ვაკურთხო, მადლი ძევს ამ ხატზე უკვე. ისე როგორც შეხარბენ ახის ხატთან დაკავშირებით ქონდა ამგვარი შეგრძნება, მაგრამ რა თქმა უნდა, შულს ქეცუხრი და მამა გიორგისთან ერთად ვაკურთხებ, რა თქმა უნდა, ამ ხატს. რომ მოვიწვიოთ სული წმიდა მადლი, რომელიც ფიქრობ უკვე უხათ აფენია ამ ხატს და მცველი და მფარველი ანგელოსი. ვიხუმრე, შელმეთქი ერთხელ კიდევ უნდა დაგაწვინოთ საოპერაციოდ, რომ უფრო უკეთესი დაწერომეთ. ეს ხუმრობა იყო, თორემ მანამდესაც მაგალითად სხეულს ყოფილის ხატი არის რაღაც შეუდარებელი ხატი. ჯერ ერთი რომ ღრმად ორიგინალურია და მეორეც ულამაზესია. გუშინ კახა საუბარში უთხარი, რომ ულამაზო ხატთან ლოცვა არ შემიძლიან მეთქი. ეხლა რატო გამოარკანა ხატწერები სხვა რა ყავს რეგში. კახა არის შეუდარებელი. და ამიტომ მისი ხელიდან გამოდის ეს წინვალი ხატები. აი ახლა ფიქრობ, ჯერ მამა იოანეს დაწყებული აქვს გაბრიელ აღსარებლის ხატი მონასტრისთვის დაუსრულებს, მერე დაწყებული ქონდა შვიდმე ღვთისმეტყველის ხატი, ამასაც დაასრულებს და მერე შემდეგში მაგ ხედველობაში უნდა დაიწეროს უჩვეულო ხატია. ამ ხატს ეწოდება მიურულებელი თვალი უფლისა. ყმაწვილი მაცხოვარი გამოხატულია დედის კალთაში და მთავარანგელოზები ადგამან მოწამეობის იარაღებით. ოდნავ ესე იგი მიურულებულია თითქოს უფალი და ფიქრობს თავის მომავალ ტანჯვაზე. არა მარტო რა თქმა უნდა ღვთისმშობელ მარიამმა პირველყოლისა თავად უფალმა იცოდა თუ რა ელოდა მას უმადური ადამიანებისგან და გამოხატული არის სხვადასხვა წამების იარაღები, რომელიც მთავარანგელოზებს უპყრიათ მის გვერდით, ესე იგი ქედმოდრეკით. არის ასევე ორიგინალური ხატი ძალიან ყმაწვილი იესო წევს ჯვარზე და ხელში უჭირავს ეკლესიის გვირგვინს და გარშემო წამების იარაღები აწვია. აი ეს ორი ხატი მინდა შევაერთებინო კახას ერთად, რომ სისავსით გამოიხატოს, რომ სიყრმიდან ჭრედდა თავის ნება წამებას. ქრისტე მაცხოვარზე გადმოცემა, იგი მოცინარი ან თუნდაც მომღიმარი არავის უნახავს, ხოლო მოტირალი არაერთხელ უნახავთ. და რაზე ტიროდა ძნელი არ არის მიხვდე. არა იმდენად თავის მომავალ წამებაზე, არამედ ადამიანთა უმადურობაზე, მათ სოდვიანობაზე, ბოროტის მძლავრებაზე ადამიანთა ზედა. აი რაზე სტიროდა ჯერ კიდევ სიყრმიდან და სიჭაბუკიდან ქრისტე მაცხოვარი ჩვენი. დღევანდელ დღესასწაულთან მიმართებაში გვეზრახებიან 4 მახარებლი და ნორნი. ესენი არიან იოანე ღვთისმეტყველი და ლუკა მახარებელი. თქვენ იცით, რომ იოანე მახარებელი ავსებს იმას, რაც წინა 3 სინოპტიკოსმა მახარებელმა ან არ სხვა, ან ძალზედ მოკლესვა არა არსებითად. და არა უბრალოდ ავსებს მონათხრობით, ამა თუ იმ ეპიზოდს თავისი ცხოვრებისა თუ სწავლებისა, არამედ იოანე ღვთისმეტყველი საღვთისმეტყველო თვალსაზრისითაც აღარმავებს მას. ამიტომ არის რომ იოანეს სახარებათა შორის უამაღლებულესად ითვლება.
მოდით მივყვეთ სახარების აწინდელ საკითხებს, რომელიც უკვე ამოვიკითხეთ იოანესაგან და გზადაგზა იგი შევავსოთ ერთის მხრივ ლუკა მახარებლის მიერ, მეორეს მხრივ წმინდა მამათა ნააზრებით და განმარტებით მოცემული ადგილისა ამ სახარების საკითხავისა. დავით არცა შემწუხდა, ესე იგი ქრისტე უკვე ეწამა საფლავად დაიდვა. მოციქულები შიშისათვის 2000-ას შეკრებული იყვნენ მარკოზის დედის სახლში. მაგრამ ფილარეტ მოსკოველი ეს წმინდა მამა განმარტავს, რომ შიში ეს არ იყო ის შიში, როგორც ჩვენ გვესმის შიშად, რადგან შიში როგორც ესეთი განაბნევს, ამგვარმა შიშმა კი ისინი ერთად შეკრიბა და შეკრიბა უფროსწორად ამბობს წმინდა ფილარეტი, არა შიშმა ურიებისაგან, არამედ სიყვარულმა ქრისტე მაცხოვრის მიმართ, რომლის ხსოვნა და სიყვარული ჯერ კიდევ ცოცხლობდა მოციქულებში. მიუხედავად ისა, რომ თავად სასიკვდინე განსაცდელში ჩაიგდეს თავი, მხოლოდ იმით, რომ ისინი იყვნენ ქრისტეს მოწაფეები. მას ვითარცა შემწუხდა, დღე იგი ერთ შაბათის ამის, როგორც უკვე იცით, ერთ შაბათი ეს არის აწინდელი კვირა. ადრე ერთ შაბათი ეწოდებოდა, ამას მოსდევდა ორ შაბათი, სამ შაბათი, ოთხ შაბათი, ხუთ შაბათი, ეს ყველაფერი დარჩა, მაგრამ ერთ შაბათს ეწოდა კვირიაგე, რაც ქართულად ბერძნულად თარგმანში ნიშნავს უფლის დღეს, აღდგომის დღეს, დღეთა დღეს, დღესასწაულთა დღესასწაულია აღდგომა, უმაღლესი. პავლე მოციქულიც ამბობს, სამე თუ ქრისტე არაცდა, მაშინ უაზრო ყოფილა ჩვენი სარწმუნოება, უაზრობა და ყველაზე საცუდავი ადამიანები ყოფილოთ, რადგან წავს იმისა, რაც არ ყოფილა სინამდვილეში. მაგრამ ქრისტე აქვს გამკვდრეთით. და აი სწორედ ის, რომ ის ცდილობდა მოციქულები განემტკიცებინა აღდგომის ჭეშმარიტებაში და ეს ადვილი არ აღმოჩნდა. ადამიანური სისუსტეებიდან გამომდინარე, ქრისტე მთელი 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა, არწმუნებდა მათ შორის სასწაულების გზითაც და პირველ ყოვლისა წმინდა წერილის გამოთარგმანებით. ადგილები მოჰყავდა და მიუთითებდა წმინდა წერილიდან, რა იყო მასზე ნათქვამი და რომ აღსრულდა იგი ეს ყველაფერი. თავად სიტყვა მოციქული ქართულად რომ თარგმნოთ, ნიშნავს აღდგომის დამამოწმებელს. იცი რა მეგვერს იცი, წირვაზეც და ქადაგების ჟამსაც. რომ ვიღაცები იწყებენ ფუსფუს, მნათე იქნება, მრევლი იქნება. რა გინდა ჩვილო, დრო გაიყვანოთ? გიმძინთ მოისმინოთ? აგერ კარები არის შემოსვლელების, არის გამსვლელების. მამაო, ხომ არ გავშეშდებით? თუ გულისყურით მოისმენ, შთაეფლობი ამ საუბარში. და ვერც იგნობს სხეულს. და დროის შეგრძნება ნამდვილად არ გექნება. ისე როგორც მე არ მაქვს ქადაგების ჟამს. რაზეც აღარ მოქმედებს უკვე არც ტკივილები, არც დაღლილობა და არც სიბერე. შეგვაქვს გოლნი დღესაც შევძახეთ გალობელთა პირით. აუცილებელი არის დიაკონის პირით უпроსორად. აუცილებელია გულებით ჩვენი წირვა ლოცვის ჟამს და ზიაწეული იყოს ზეცის მიმართ. ეს სწრაფვა საერთოდ ზეცისა და ღვთისადმი ყოველ ქრისტიანს უნდა კონდეს და მამა გაბრიელებს საბრალობელი ქრისტიანი, რომელსაც არ აქვს ტოლვა სწრაფვა ღვთისა და ზეცისაკენ. მასში რა არის მისი სარწმუნოება, რიტუალების კრებული ყოფილა, ერთგვარი დაჯერება ადამიანური და სულ ეს არის. მაგრამ რწმენა არის დაჯერება უხილავში. ანუ ქრისტე მაცხოვარში. ზოგიერთი დაიბოძღუნებს, ალბათ ვერ გაბედავს ხომ აღლა გამოთქვას, რომ ეკლესიის ტრადიციას არ უწევს ხელს, რომ კამათი დაგვიწყოს. რომ მამაო, ჩვენ დავიღალეთ და ასე შემდეგ. დაიღალე რისგან? ვისგან? შეგიძლიათ და გასვენო, გაგზავნო სხვა მოძღვართან და დაღლა მერე ნახე შენ. თქვენს გამო რომ თქვენ ზოგი ზარმაცი ხართ, ზოგი მცონარე და ზოგი გოლგრილი, მე ხომ არ შევეცვლი ღვთისმსახურების ნირს, აბა უბრალოდ გეკითხებით მე. მერვე აგიხსენეთ ერთ-ერთ ქადაგებაშიც მაქვს ჩვეულება, რაც შეიძლება გამოწვლილებით, დაწვრილებით დღეს როგორც ითქვის, განმარტოთ წმინდა წერილი. ეს ხომ წმინდა წერილია და დიდი სიფაგიზე, რიდი და შიშია საჭირო, რომ განმარტო ღვთის სიტყვა და თავითვისით რომ არ ბრძნობა, ალბათ ხედავთ რომ ეხლაც აგერ წმინდა წერილი დავიმოწმე, ფილარეტ მოსკოველი, ფიქრობ ასევე კირილე იერუსალიმელიდან მოვიტანო რამოდენიმე ციტატა სახარების დღევანდელი საკითხების ამა თუ იმ შემთხვევის პასაჟის განსამარტად. და რა არის ამაში ცუდი? როდესაც შენ ადამიანი გიყვარს, შედარებას ვაკეთებ.
მისი ყველაფერი გიყვარს. არა მარტო მისი ჰაბიტუსი, გარეგნობა, ჩვეულებები, ხმა, ჟოლვას რომ გრის, მის გვარი სამოსელიც კი რომ ნახოს სხვა ადამიანზე, ესეც კი თრთოლვას გრის. ჩვენც ასე ვართ, შეყვარებული ვართ ჩვენს უფალში იესო ქრისტეს. ჩვენ ინტერესი გვაქვს, დიახ, ცნობის წადილი ყოველივესი. მისი გარეგნობა როგორი იყო, აი ახალი ნაკურთხი ვიყავი მდლად და წავიკითხე ჰერდგან, რომ შემორჩენილია დღემდე ქრისტეს გარეგნობის აღწერა. ძალზე დამაინტერესდა, მაშინ ლიტერატურა არ იშოვებოდა, რა პერიოდი იყო გახსოვთ დაახლოებით 1-40 წლისი მეტი. და იმდენი ღმერთსაც ვთხოვე და 2-3 დღეში მივიღე ეს. ერთ-ერთმა მორწმუნემ მომიტანა, იცით მამაო, ეს ქრისტეს გარეგნობაზეა ეს წერილი და ღვთისმშობელ მარიამისა. მე მივიღე როგორც ნაყოფი ლოცვისა. დიდი სიხარულით მივიღე, მალევე ვთარგმნი და ჩემს სულიერ შვილებს საზრდოდ მივეცი. იმიტომ რომ უფალი რომ გიყვარს, მისი სწავლება, მოძღვრება, ყოველივე ის რაც უფალს უკავშირდება და რაც მისგან მომდინარეობს, რა თქმა უნდა, შენ მისი გარეგნობაც გიყვარს, როგორიც ის იყო. და ინტერესს აღძრავს, როგორი იყო. დიდის ინტერესით, ცნობის წადილით წავიკითხე ეს გარდამეცემა. როგორც ღვთისმშობელ მარიამზე, ესრეთ უფალზე. ახლაც, როდესაც ვთილობ ძალისაები ჩვენი მწირი გონებიდან და უმეცრებიდან გამომდინარე, რომ რამენაირად მივაახლოვთ ჩვენი სიტყვა იმას, რაც არის სინამდვილეში წმინდა წერილში გადმოცემული, მე მგონი ამაში ცუდი არაფერი არ არის. ეს არის ბოლოს და ბოლოს ჩემი ბუნებისთვის დამახასიათებელი და როგორც ხშირად გვითხრავს, არ გაგიმართლათ, მაგრამ შეგიძლიათ წახვიდეთ სხვა მოძღვრებთან. აქ ზოგიერთი, რომელსაც არ აქვს სიყვარული შინაგანი ბრძოლა და ასე იგი ჯავრი აქვს ჩვენს, თუმცა გამოსაკვლევია რატომ და რისთვის, შეიძლება აბზღუნდეს და თავისი აზრებით გამოსთქვას. რომელში ერთმანეთთან, აი ხედა, მამა არჩილმა მე რამდენად დაგვითხოვა ბრევლიდან. მე კი არ გითხოვთ აქედან, თქვენი გულგრილობა და სიზარმაცე, სხვა არაფერი. ასეც ყოფილა, რომ წასულან ფეხი დაუკრავთ, რომ იტყვიან ქართულად და წასულა აქედან გაგულისებულები. მაგრამ რაც უნახავთ სხვა ტაძრებში, შეჩეული სიმყუდროვეს, წესრიგს და ღვთისმშობლის ქადაგებას, სახურებას დროულად, უკან მობრუნებულან დადრეკილები და თავდახრილები და პატიება უთხოვიათ. ესეც გვახსოვს ჩვენ. ეხლა რა არის, იცი? მაგალითად, როდესაც ჩვენ აიას გვასწავლიდნენ პატარაობისას, მშობლები, ჩვენ ეს არ გვინდოდა. ბუზღუნებდით, ტიროდით კიდეც, რადგან ჩვენი თანატოლები ამ დროს ეზოში თამაშობდნენ. ჩვენ კი წიგნებთან ვისხედით, მაგრამ მერმე და მერმე, როცა გადავლახეთ ეს განსაცდელი, ფაქტიურად აი მაშინ კი შევიყვარეთ რა წიგნი, სულ სხვაგვარი ახმა გვაქვს. და დღესაც აი 69 წლის კაცი მადლობ ჩემს დედას, რომ წიგნის სიყვარული გამიჩინა. ყველაფერი გააკეთა, მჟიდა, მეფერებოდა და ასე შემდეგ. ან წინდა ხედულებით მიშევდა ეზოში თანატოლებთან, თუმცა არ ვიმსახურებდი და ასე შემდეგ. ეს გაეღიმება თანამედროვე ახალგაზრდებს, ბავშვებს და სხვა და ესე იგი ერთს მოგიყვებით თქვენის დებართვით, თლათ რომ არ დაგამძიმოთ. ადრე გადიოდა მულტფილმები ბორატინოს თავგადასავალი. ჩემს ბავშვობაში. 5-ბალიანი სისტემა იყო შეფასების. 4-იანს თუ მივიღებდით მე და ჩემი ძმა, ან და არ გვაყურებინებდა მამა ჩემი. ბრძანება ჰქონდა გაცემული სახლში. და ერთხელაც მოვდივარ და მივიღე 4-იანი, რომელიც კარგ ნიშნად ითვლებოდა, მაგრამ ჩვენ ოჯახში არ ითვლებოდა კარგ ნიშნად. ფრიადოსნები უნდა ყოფილიყავით. და მე მახსოვს, რამდენი ტკივილები გადაიტანეს. ფიზიკური შრომაც მაქვს ხედელობაში, ზნეობრივი ყველაფერი, რომ ჩვენ ადამიანებისთვის დავემსგავსებინეთ მშობლებს. ხო და ერთხელაც მოვდივარ დაღონებული და ავტირდი. ჩემი ძმა მეუბნება, ცოტა ცელქი იყო ჩემთან შედარებით და რა გატირებს, 4-იანი მივიღე მეთქი ბუნების მეტყველებაში. მე მაგას რა უნდაო. აბა მომიტანე მასწავლებლის ხელმოწერა როგორია, გადაშალა, მოაწერა ფრიადი, დიდი დაწერა, კადრა. უყურეთ ამას. მულტფილმს, მაგრამ მე უკვე სინდისმა მომხილა, რომ ეს არასწორია და დედასთან ვაღიარე. და ჩემი თბილი გულის ადამიანი იყო, ზოგჯერ გაულახი ვარ კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მომეფერა და მითხრა, რომ ეს არ შეიძლება. და სხვა ვენაცვალე ჩვენ მშობლებს. დააფასეთ, ვისაც ცოცხალი ყავთ მშობლები. როგორც პატრიარქი ამბობს, ყოველდღიურად აიღეთ ლოცვა კურთხევა მათგან. მშობლის ლოცვას ჯოჯოხეთიდანაც შეუძლია შვილის ამოყვანა, იმდენად ძლიერი აქვს ის წინაშე. კახი დაუბრუნდეს სახარებისეულ სათქმელს. ესე იგი, ერთ შაბათს, ანუ კვირას
კარნიგი დახშულიყვნენ, სადა იქნეს მოწაფენი შეკრებულ, შიშისათვის 2000-ა მოვიდა იესო და დადგა შორის მათსა და თქვა, შვიდობაა თქვენთანა. რატომ იესო? ეს ასეთი მისალმევა იუდეველთა შორის მაშინ არ იყო. მაშინ იყო გიხაროდნენ. რატომ უსურვა პიროყო აქ და სხვაგან როცა ეჩვენებოდა 200-დან შვიდობას, იმიტომ რომ მათში იყო ჯერ კიდევ შიში, სადაც შიშია, იქ რწმენა ნაკლები, ან სულაც არ არის. განამტკიცა ისინი, მიიბერა რა სული წმინდა. მის სიტყვას ჰქონდა შემოქმედებითი ძალა. თუ ადამიანი გულს გაუხსნიდა, ცხოველი ზემოქმედება ჰქონდა, ან ცოცხალი ზემოქმედება. მას უშურვა შვიდობა. და ვითარცა ეს ეთქვა, უჩვენა მათ ხელნი თვისნი და გვერდი მისი და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაი უფალი. მოდი ლუკასთან ვნახოთ, იქ ცოტა უფრო ცლად არის, კერძოდ კიდევ რა საუბარი შედგა მაცხოვარსა და მოციქულებს შორის. კერძოდ ლუკა ამბობს შემდეგსაც, როდესაც მას გამოეცხადა უფალი, შვიდობა უსურვა მოციქულებს, ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა. ეგონა ვითარმე ცვილი რაიმე იხილეს. მაცხოვარს, მათ მოძღვარს გავდა, მაგრამ მათთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა. როგორ შეიძლება ჩვენს თვალწინ აღსრულებული, ანუ მომკვდარი, იყოს ცოცხალი. ამიტომ ზმანება რაიმე ეგონათ. და ნახე, გულის სიტყვები წაიკითხა სახეზე უფალმა და უთხრა შემდეგი. რაისა შეძრწუნებულ ხარ და რაისათვის გულის სიტყვანი მრავალი მოვლენა გულთა თქვენთა, რაც აზრები უჩნდებოდათ, არის მაცხოვარი, არ არის ნეტავ, ვინ არის ბოროტი ხომ არ არის და ასე შემდეგ. აი რატო გიჩნდება თუ ეს აზრები? იხილენით დასარწმუნებლად პიროყოლისა რა მოიმოქმედა უფალმა. იხილენით ხელნი ჩემნი და ფერხნი რამე თუ თავადი მე ვარ. ხელი შემახე და იხილეთ, რამე თუ სულსა ხორცს და ძვალ არა ასხენ, ვითარცა ესე მემხედავთ, რამე თუ მასხენ. ჩვენთვის საგულისხმო სწავლებაა. აღდგა რა მკვდრეთით, მან შეიძინა სულიერი სხეული, რომელსაც ჰქონდა იმგვარივე აღნაგობა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის სხეულს, მაგრამ ეს იყო უკვე უკვდავი, ღვთის დიდებით დაფარული და ყველა მართალი მასში მორწმუნე, ვინც აღსგება მკვდრეთით, აღსდავი გამართლებას იპოვის ღვთის წინაშე სამჟავროზე, ქრისტეს მიმსგავსებულ სხეულს მიიღებს, ანუ სულიერ სხეულს. და თუ მანამდე მათი სულები 64-ში ხარობდნენ სულით, ხოლო ამას იქით შემდგომად აღდგომისა სულიერი სხეულითაც გაიხარებენ. ანუ მათი სიხარული ნეტარება იქნება ორმაგი, ესე იგი სულითა და ხორცით, თუმცა ხორცნი იქნება უკვე სულიერი. და ესე რაი უჩვენა მათ ხელი და ფერხნი და ამ სიტყვების დასტურად უჩვენა თავის. რატომ უჩვენა ხელი და ფერხი? იმიტომ რომ ხელებზე და ფეხებზე ჰქონდა ნაშვალები. სამშვალე ძველ ქართულად ლურსმანი არის. 4 ნაშვალები ჰქონდა. თითო ხელებზე, თითო ფეხებზე. აი კათოლიკები რომ ჯვარცმას გამოხატავენ ერთმანეთზე რომ აქვს ფეხები, ეს არ არის სწორი, ცდარია. ქრისტეს 4 სამშვალი და მეხუთე ეს არის მარჯვენით კერძო, ანუ მარჯვნივ ნაგმირები ლახვარი, ლონგინოსმა რომ აცგერად დასარწმუნებლად ემისა რომ ნამდვილად განუტევა სული. აი ეს 5 ჭრილობა გამოხატულია დღევანდელ ეროვნულ, ესე იგი სახელმწიფო დროშაზე, რომელსაც სინამდვილეში ქრისტეს მტრები და არა მისი მოყვარული აფრიალებენ მალიმალ დასავლეთის დასანახად. ამაზე აღარ შევყვები საუბარს. საცოდავი ადამიანები არიან. ყოველგვარი ზიზღის და ჯავრის გარეშე ღმერთმა სინანული მისცეს და მადლობა ღმერთს რამოდენიმე იმ ჯგროდან მოვიდა ჩვენთან უკვე და შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას. იმედია ვინც როგორც ქართულად თითქმის საცხონებელი ცხონდება და დასაგუპით აიღუპება. მაშასე, მოდით ახლა წმინდა კირილეს მოусმინოთ ამ ნამშვალებთან მიმართებაში რას ამბობს. თუ კი მკვდრეთით აღდგარი უფლის სხეული დიდებაში იყო შესული, როგორ გააშთა მას ნამშვალები ხელფერზე და გვერდი განგმერილი. ნუ უკვე ვთქვათ, ვინც ან კოჭლი იყო, ან ბრვა იყო, მიწიერი ცხოვრებისას აღდგომის შემდეგაც ასეთივე იქნება. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ უფალი თომას ეჩვენა იმგვარად, როგორც ეს თომა მithova და როცა ახარეს მათ რომ ვიხილეთ უფალი რომელიც აღწამდა მან ვიდრე ჩემი თვალით არ ვიხილა მკვდრეთით აღდგარ უფალს არ შევეხები თითით ნამშვალებს და ესე იგი გვერდში ხელით რას ნიშნავს თითი უნდა დაადოს სამშვალს პატარა იყო თავისთავად იმიტომ რომ ნალურსმები იყო გვერდში კი დიდი ლახვარი აწგერეს და მუშტი ჩადიოდა ადამიანისა იმ ხელა ჭრილობა გაუჩინეს ქრისტეს ჯვარცმულს როცა აწგერა ლონგინოსმა ეს ღვარძლით კი არ გააკეთა რომაული კანონი ავალებდა მას რომ დარწმუნებული იყო რომ ნამდვილად განუტევა სული უნდა ლახვარი ეძგერებინა
მაგრამ აქაც რამდენი საიდუმლოება ამ მოსაზრებით აწგერა, მაგრამ ბევრი სიღრმეები ახლდა ამ ყველაფერს. კერძოდ რა, პირველი ადამის, იესო არის მეორე ადამი, პირველი ადამიანის მარჯვენით კერძოდან გამოიღო ნეკნი და შექმნა ცოლი მისი უფალმა საბაოთმა, ევა, რაც ცხოვრებას ნიშნავს ქართულად, ასევე ქრისტეს სტელივნებებიდან, ნაგმირავი, ესე იგი გვერდიდან შეიქმნა ახალი ჰევაი. ეს არის საზლო ქრისტესი, ანუ ქრისტესერი, ქრისტიანელი. გარდა მაგისა, როდესაც ლახვარი აწგერა, რა მოხდა? ლონგინოზე ქვევით იდგა და ჯვრის ძირში და აწგერა მარჯვენით კერძო. გარდა მოხდა სისხლი და წყალი. ეს და რომელიც მიეშხება, ესე იგი, დავადებულ თვალებზე ლონგინოს აღეხილა და მას მერე ის მისი ერთგული მოწაფე გახდა, როგორც მახსოვს ეწამა კიდეც ქრისტესთვის მოგვიანებით. მეორე მხრივ რა? სისხლი და წყალი რაზე მიანიშნებდა? რომ იესო ქრისტე თავისი მხსნელი ვნებებით არსებდა უდიდეს საიდუმლოებას. კერძოდ რიცხვით 7. აქ ორია. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და უმაღლესი საიდუმლოები. დასაბამი ყველა საიდუმლოების, საეკლესიო საიდუმლოების არის ნათლისღება. წყალი რომ გარდა მოხდა, ამაზე მიანიშნებდა. ხოლო გვირგვინი და მწვერვალი ყველა საეკლესიო საიდუმლოებს, როგორც არის მირონცხება, გარდა ნათლისღება, ზეთის კურთხევა, მღვდლობა და ესე შემდეგ, გვირგვინობა და სხვა, მათი გვირგვინი არის სწორედ წმინდა ზიარება. ამით, ესე იგი, ალეგორიულად წინასწარ მეტყველებით უფალმა აჩვენა, რომ თავის წმინდა ეკლესიაში, რომელსაც ხსნელნებებში არსებდა, დაასხამდა 7 საეკლესიო საიდუმლოებას საცხოვნებელად სულისა. და ერთი კიდევ რამ, აქვე მაგონდება ერთ-ერთი წმინდა ეპისკოპოსის საუბრიდან. მართალია მონოსვნად აღკვეცის დროს, მონოსვნად აღკვეცა არ არის შეტანილი საეკლესიო საიდუმლოებში, მაგრამ როდესაც მონოსვნად აღკვეცეთ, ისევე ვხედავს სულიწმინდას გარდამავალს ადამიანზე, ვინც უნდა აღკვეცონ, როგორც ნებისმიერ სხვა საიდუმლოებაში. ერთი სიტყვით, როგორც წმინდა კირილე განმარტავს, ვინც ბრმა კოჭლი იქნება, მომავალ ცხოვრებაში სასწრაფოდ დარჩება. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ უფალი თომას ეჩვენა იმგვარად, როგორც ეს თომა მithova, ვისმეს რომ არ ეფიქრო, რომ აღსგარა ის სხეული, რომელშიც ევნო მაცხოვარი, არამედ სხვა. აი რატომ ეჩვენა? ნამდვილად ეს არის ის მაცხოვარი, ეს მისი სხეულია, რომელსაც თქვენს თვალწინ სამშვალები ჩაარჭვეს ხელფეხში, ხოლო გვერდზე უღმირეს ლახვარი. გარდა მაგისა, მამათა ნაწილი ამბობს ამასაც, რომ ეს არის ქრისტეს დიდება, მისი იარები, მისი ჭრილობები. ეს არის მისი დიდება. ეს არის კაცთა მოდგმისადმი უფლის უკიდეგანო სიყვარულის გამოხატულება. ამიტომ უფალმა კეთილინება, რომ თავის დიდებაშიც ეს ნამშვალები და ნაგმირები ყოფილიყო მის სხეულზე. საუკუნოდ უკუნისამდე იქნება, ამითაც გამოირჩება იგი ყველა დანარჩენისაგან. როგორც მამისაგან, ესეც სულისაგან და ესეც ზეციულთა ძალთა და წმინდანებისაგან. ეს მისი დიდების და სიყვარულის ნიშნებია. მიუხედავად იმისა, რომ უფალმა დააპატიშა განეხილათ ხელით შეხებოდნენ, ალბათ შიშიც ეკნებოდათ, მე ვფიქრობ, რომ შეხებოდნენ. მათ არ იწუნეს. და ესე რა ითქვა, უჩვენამად ხელი ფერხდა. ვიდრე იგი აღარ არწმენა მათ სიხარულისა მისგან და საგვირველებისა, რა ქვამათ იესო გაქვს რა კაჭამადი, რა კი ნამშვალებითა და ნაგმირებით ვერ იწუნეს და განმარტებულია მახარებლის მიერ, რატომ არ იწუნებს სიხარულისა მისგან, ესე იგი ისეთი დიდი სიხარული მოეფინათ მათ და იმდენად საკვირველი, ანუ უცნაური, სასწაულებრივი იყო მისი გამოჩენა, რომ ვერ არ იწუნეს. აი აქედან გამომდინარე, ვერ დარწმუნდნენ. ამის მერე ქრისტე დაეკითხება, გაქვთ აქ რამე ჭამადი, რომ დაერწმუნებინა, რომ ზმანება კი არ არის, ჭეშმარიტად აღსგარიან ყდრეთით. ხოლო მოციქულებმა მიუპყრეს მას თევზისა მწვრის, ანუ შემწვარი თევზით ნახევარი და თაფლისაგან გოლი და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ. მხარას დარჩა ხერხემალი, მიაწოდა, რომ დაერწმუნებინა. ამის შემდგომ მან დაიწყო გამოთარგმანება წმინდა წერილისა და წინასწარმეტყველთა წიგნებისა და კერძოდ რა უთხრა. ესე იგი სიტყვანი არის, ეს ის სიტყვები არიან, რომელთა გეტყოდეთ თქვენ, ვიდრე იგი ვიყავღა თქვენთანა, ვითარმე ჯერ არის აღსრულებად ყოველი წერილი ჟულსა მოსესა და წინასწარმეტყველთასა და ფსალმუნთა ჩემთვის. ესე იგი არაფერი უჩვეულო, ალოგიკური არ მომხდარა, არ საკვირველი. ეს ასეც იყო ნაწინასწარმეტყველები.
და კონკრეტულად მოუყვანა ადგილები წმინდა წერილიდან, სად რა იყო ნათქვამი მის ვნებაზე და მკვდრეთით აღდგომაზე. მაშინ განუხნა გონებანი მათი გულისხმის ყოფა წიგნთა. დარქვა მათ რამე თუ ეს ჯერ იყო არს ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკვდრეთით მესამესა დღესა. მაგალითად ოსესთან პირდაპირ იყო წინასწარმეტყველები, რომ მესამე დღეს უნდა აღდგარიყო. ესაიაც ლაპარაკობდა მის აღდგომაზე, მაგრამ რა სახით მოხდებოდა, ეს ესაიას არ გამოუცხადა უფალმა. ოსესთან უფრო კონკრეტულად არის ნათქვამი, რომ მესამე დღეს მოხდებოდა. ეს იყო წინასწარმეტყველები, მაშინაც, როდესაც იონა წინასწარმეტყველი ღმერთის ნებას გაექცა ხმელთაშუა ზღვაში, შესურა და ესე იგი ღელვარება ატყდა მის გამო, მისი ურჩობისა გამო, გადააგდო ტალღამ, ესე იგი და ესე იგი იღუპებოდნენ და ბოლოს ესე იგი თქვა, რომ გულისხმაში მოვიდა რატო ხდებოდა. თქვენთვის არ ხდებაო, ეს ჩემს გამო ხდება, ამიღეთ გადამაგდნენ, ჭოჭმანი ერთგვარი ჰქონდათ თანამგზავრებს იმ გემზე, მაგრამ ბოლოს აკი იღუპებოდნენ და სიკვდილის თვალებში უმზერდნენ, აიღეს და გადააგდეს იონა. იონამ თავი ამოყო ვეშაპის ხახაში. ვეშაპმა გამოსურა და სწორედ იმ ნაპირთან მისურა, სადაც ამ მურჩმა წინასწარმეტყველმა შედგა ფეხი გემზე. რას ნიშნავდა, რომ 3 დღე და ღამე, 2 დღე და ღამე იყო და მესამე დღეს ამოანთქია ვეშაპმა. ეს იყო წინასწარმოსავება, რომ ესე იგი ქრისტეს საფლავად დაიდებოდა, მაგრამ განსახორცელს წმინდა ზეციური მამისა არ იხილავდა. იცოცხალი დაშთა ის ხახაში. თქვენ თუ იკითხავთ, როგორ დაშთა? მე მინდა გკითხოთ წელიწადზე მეტი როგორ დარჩნენ ცოცხლები გამოკეტილ კიდობაში, სიმყრალეში და უხაერობაში. ნოე და სხვანი. შეუძლებელი გასაგან, ყოველივე შესაძლებელია ღვთისამიერ. მაგრამ ღმერთი ჰარიჰარალოდ როდის აღასრულებს სასწაულებს. არამედ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ვირწმუნოთ ჭეშმარიტება. ჩვენს დაცემულ ბუნებას უჭირს ირწმუნოს ჭეშმარიტება. თითქოს რასაც ვერ ვხედავთ, არაფერი არ გვჯერა და არაფერი არ გვწავს. ამიტომაც დააპატიჟა. მოყავ ხელი შენი და შემეხეო ნამშვალებზე და ჭრილობაზე ხელი, თითი ნამშვალებზე ხელით ნაგმირავ ვერძე. მოკლედ ეს ასე უნდა ყოფილიყო და ქრისტე მესამე დღესა მკვდრეთით უნდა აღდგარიყო და ქადაგებად სახელითა მისთა სინანული და მოტევებაით ცოდვათა იყვეველთა მიმართ წარმართა იწყეთ იერუსალემით. რამე თუ თქვენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა და აჰაესერა მე მოგივლინო თქვენ აღთქმა იგი მამისა ჩემისაი, ხოლო თქვენ დასხედით ქალაქს ამაშინა იერუსალემსა ვიდრემდე შეიმოსოთ ზალი. აი რატო ეჩვენა. გაუმშავნა უდიდესი საიდუმლოება, რომ შემდგომად მისი ამაღლებისა სულთმოფენობა ეკნებოდა ადგილი სული წმინდას თავისი ნიჭებით ზეციური მამა მოფენდა ქრისტეს თავისი მხოლოდშობილი ძის ხსნელი ვნებების გამო და ამიტომ 50 დღე და ღამე უნდა ყოფილიყონ იერუსალიმში და არ გასცნობდნენ მან. თუნდაც დევნა ყოფილიყონ და იყო კიდეც დევნა ურიების ხრიან მათ და შიშდათვის ურიათა და ხშირად ჩაკეტილიყვნენ მარკოზის დედის სახლში და ასე შემდეგ. მოკლედ დიდი საიდუმლო გამოჟღავნა, რომ სული წმინდა გარდამოვიდოდა მათზე. ეს იქნებოდა არა მარტო მადლის შემატება, არამედ ასევე ნიშანი იმისა, რომ მიმოფენოდნენ მთელს იმ დროინდელ მსოფლიოს და ღვთის სიტყვა განევცოთ და პიროყოვლისა ეკადაგად ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. რაც შეეხება მაცხოვრის საუბარს თომასთან, ეს გადმოცემული აქვს მხოლოდ იოანე მახარებელს, არც ერთ სხვას. აი მოდით ახლა მივყვეთ ამ საკითხავს. აი ამ გამოცხადების შემდეგ, როდესაც თომა არ იყო მათთან, 10 მოციქული იყო მხოლოდ. ერთმა იუდამ შიშველება, ანუ თავი ჩამოიხრჩოთ, გამოაკლდა მოციქულთა რიგებს. თომა არ იყო ღვთის განგებით მათთან, 10 მოციქულს ეჩვენა. მათ მოუთხრეს, როცა თომა დაბრუნდა მათ საკრებულოში, რომ ქრისტე აღსდგა და ყოველივე გამოწვლიით მოუთხრეს, რაც მოხდა თომამ არ ირწმუნა. აქედან მოდის ფიგურალური გამოთქმა ურწმუნო თომა. ვიდრე ჩემი თვალით არ ვიხილა, საკუთარი თითებით არ შევეხები ნავშვალს და ხელს არ ჩავყო მის ნადმირ გვერდში, მე არ ვერწმუნებ მკვდრეთით აღდგომას ვისას. მოდი ესეც დავაზუსტოთ, შევუკეთილობ, რომ რა თანმიმდევრობით ეჩვენა მოციქულებს და წმინდანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თავდაპირველად ეჩვენა ღვთისმშობელ მარიამს, მერმე ეჩვენა ესე იგი ეს ხატიც, რომლის დღესასწაული ადგილობრივი ჩვენთან ნუპტირმე დედაო, ორნაირი არსებობს ხატი ნუპტირმე დედაო. რუსული წარმომავლობის ხატზე ჯვარცმა გამოსახული და იქ დგას ღვთისმშობელი. ამ ხატზე, რომელიც ჩვენი კურთხევით შეიქმნა,
ღვთისმშობელი მაცხოვარი და ღვთისმშობელი მარიამ გამოხატული არიან ქრისტეს აკლდამასთან. და ამას თავისი ღრმა აზრი აქვს, რა თქმა უნდა, თუმცა საფლავის ქრისტესი და ჯვარის ქრისტესი ქრისტეს ვნებასე და მის სიყვარულზე მიანიშნებს. ხოლო თომა აგზელებს იოანე მახარებელი. ერთი იგი 12-თაგანი, რომელსაც ერქვა მარჩბება, ანუ ტყუპი, არა იყო მათანა, ოდეს იგი მოვიდა იესო. უთხრობდეს მას, სხვანი იგი მოწაფენი ვითარბეთ, ვიხილეთ ჩვენ უფალი, ხოლო მან თქვა მათ, უკვე თუ არა ვიხილო, ხელთა მისთა სახე იგი სამშვალთაი და დავხსნე თითნი ჩემი ადგილსა მას სამშვალთასა და დავზვა ხელი ჩემი გვერდსამისა, არასადამრწმენეს. და შემდგომად 8 დღისა ეს ციფრით დამაფიქრებელია. რატომ 8? იმიტომ რომ ადამიანურ ცხოვრებას ვითვლით 7 დღით, 2 შაბათი, 3 შაბათი და ასე შემდეგ და მერვე დღე ეს არის უფლის დღე. ესე იგი ზეციური სასუფეველის დადგომის დღე. მეორე თმოსვლა იგულისხმება აღდგომა საყოველთაო სამშაბათო და მარადიული სასუფეველის დადგომა მამისის და სული წმინდის. ისე როგორც მარადიული გახდება ჯოჯოხეთში განწირულთათვის არსებობაც იქ წარსაწმედელში. ანუ მერვე დღე ის დღეა, როდესაც როგორც მოციქული პავლე ამბობს, ახლა ზმანებითა და სიტყვით და მერვე კი უშუალოდ იქნება განჭრეტილი ჩვენგან უფალი. და უფლის ჭრედა სასუფეველში. აი ეს არის წყაროსთვალი იმ სინათლისა, ნეტარებისა და სიხარულისა, რომელსაც ანგელოზები იღებენ თავისთვის და წმინდანები. იქ მზე არ არის აპოკალიფსში ნათქვამია, ზეციური იერუსალიმში, რადგან მზე თვითონ ქრისტე მაცხოვარი არის. იგი არის დაუღამებელი მზე. გარდახდა ყოველივე ამსოფლიური და ადამიანი შედის მარადილ სასუფეველში. თუ ქრისტეს ცნებებით იცხოვრა იგულისხმება. ესე იგი, რატომ მერვე დღეს მოხდა, რომ მერვე დღეს გაიბნა თომას ეჭვი, აღდგა თუ არა უფალი მკვდრეთით. იმ ენიგმურ მერვე დღესე მიანიშნებს ეს. მას შემდგომად 8 დღისა კვალად იყვნენ მოწაფენი მისნი შინაგან და თომასა მათანა და შევიდა იესო კართა ხშულთა და დადგა შორის მათსა და რქვა მათ, შვიდობაი თქვენთანა. მერმე კვალა თომას, მერმე რქვა თომას, მოყვენ თითნი შენი და იხილე ხელი ჩემი და მოიღე ხელი შენი და დამდე გვერდსაჩემს. როგორი სიზუსტით ეუბნება იმას, რაც თომა ისურვა, ვირწმუნებ მაშინ თუ ჩემ თის დავდებ ნამშვალებზე, ამიტომ რა ესე რომ მოყავ თითი შენი, მე რეუნებ ხელი შენი, თითი, ხელი გვერდში. და მოიღე ხელი შენი და დამდე გვერდსაჩემსა და ნუიყოფი ურწმუნო არამედ გრწმენი. მოდი ეს კითხვას დავსვათ. რატომ მოხდა საყვარელო რომ თომაზე ადრე ბევრად ეჩვენა მარიამ მაგდალენს და როცა დააპირა დაემხო მის წინაშე და ხელების მოხვევა უნდა და რაბონისთვის უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი უფალმა არ დაუშვა მარიამ მაგდალენი არ მისცა უფლებას შეხებოდა ხოლო თომა თავად დაპატიჟა მოდი და განიხილე ხელი ჩემი და გვერდი ჩემი აი რას ამოს პასუხად წმინდა კირილე იერუსალიმელი გამოეცხადა რა მკვდრეთით აღდგარი მაცხოვარი მარიამ მაგდალენს უფლება არ მისცა შეხებოდა ხოლო თომას პირიქით იწვევს ურწმუნოების გამო ხელით შეეხოს მარიამზე ჯერ ეს არ იყო სული წმინდის მადლი გადმოსული რომელიც გადმოვიდა მასზე სულთმოფენობის ჟამს მოციქულთა სორია მარიამ მაგდალენი ხოლო მოციქულებს კი მიიბერა სული და მართალია თომა არ იყო მათ შორის მაგრამ მასაც მიეფინა სიუხვე მიმნიჭებელისა რადგან შერაცხილი იყო 12 მოციქულთა შორის ესე იგი მაცხვარი რო ეჩვენა მოდი დავასუსოთ რა ნიჭი მისცა კერძოდ მოციქულებს მხრეთით აღგარი რო ეჩვენა და არწმუნებდა თავის აღდგომაში მისცა ხელმწიფება შეყრისა და გახსნისა ეს ხელმწიფება თავის აღდგომამდეც მიანიჭა მოციქულებს თითო და ორი რომ გაგზავნა საქადაგებლად და ახლა როცა აღდგა მკვდრეთით კიდევ ერთხელ ესე იგი მიბერა სული და მიანიჭა ნიჭი კერძოდ შეყრისა და გახსნისა და მადლი ღვთის სიტყვის გადაგებისა ხოლო სულთმოფენობის ჟამს მათ სისავსით მიიღეს მოციქულებმა ყველა ნიჭები რათა მოემოწაფათ ქრისტესთვის იმდროინდელი მსოფლიო მარიამს რაც შეეხებოდა მას ჯერ კიდევ სული წინ არ მოეღო ცეციდან არც კერძოდ მიებერა მისთვის სული არ უნდა შეეხებოდა და განუმარტა რომ აღვალ მამისა ჩემისა მამისა თქვენისა ღვთისა ჩემისა და ღვთისა თქვენისა წარბდი და უთხარი რომ ესე იგი გალილეასთან დაიბარა უკანასკნელ დღეს თავისი 40-დღიანი გამოცხადებებისა და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად გაოცებულები გამჩიფრებულები შეყურებდნენ მოციქულები სად ამავალ უფალს ღრუბელთასედან ანგელოზი ეჩვენა და რა დუყურებთ სად აღმავალს და გიკვირთ მოვალს ღრუბელთასე და განკითხავთ ცოცხალთა და მკვდართა აი ამიტომაც იყო რომ ერთს
პატიჟებს და მეორეს უარს ეუბნება შეხებაზე. როდესაც არც ერთ მახარებელთან არ არის ნათქვამი, როცა დააპატიჟა შემახე ხელი თუ თითი და დარწმუნდი, ჩათვალა თუ არა საჭირო. ასე შანს ყოველ შემთხვევაში სახარების ამ შესაძყვისი საკითხავებიდან, რომ თომას ეს აღარ დაჭირვებია. არამედ აქტოვანები დაემხო მუხლებზე და შეძახა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. რქვა მას იესო, რამე თუ მიხილე და გრწამ, ნეტარ არია რომელთა არაუხილავდა მწმენე. ესე იგი შენ კი არა ხარ ნეტარი რომ ირწმუნე მას შემდეგ რაც მიხილე. აუფალიც არ ამბობს რომ შემეხი. როგორც ჩანს, თომა აღარ შეხებია, საჭიროდ აღარ ჩათვალა. მისი აზრებით წაიკითხა და მის ხელზეც დახბატია შეხებისათვის. მაგრამ რამდენად ნეტარი არიან ის ადამიანები, ვიდრე ამ 21 საუკუნემდე, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, რომ არ გვიხილავს უფალი და გრწამს სარწმუნოების ნიჭი. მეტი კადნიერება გვექნება პირველთა ქრისტიანებთან შედარებით, რადგან მათ იხილეს და არა მარტო უფალი, როგორც ესეთი, იხილეს მისი სასწაულებიც, ისმედნენ მის ზეციურ ქადაგებებს. ჩვენ ამას ბევრ რამეს აქედა რაც დავასახელე, მოკლებული ვართ, მაგრამ სარწმუნოების ნიჭით წამს. მრავალი სხვანაირად სასწაული ქნა იესო წინაშე მოწაფეთათვის და რომელი არა დაწერილი არიან წინ საამაშინა, ხოლო ესე დაიწერა რათა გრწმენეს, რამე თუ იესო არის ქრისტე ძე ღვთისაი და რათა გრწმენესაც ცხოვრება გაქვთ სახელით ამისი და ვერ დავასრულეთ, მე ორჯერ კი დავიწყეთ საუბარი, როგორი თანმიმდევრობით ეჩვენა მაცხოვარი. მას თავდაპირველად ეჩვენა ღვთისმშობელ მარიამს, მერმე ეჩვენა და როცა ამ ხაძე ნუტიმედე და აკლდამასთან არის გამოხატული, მას ადამე თავის აკლდამასთან სამარესთან ეჩვენა უფალი, სადაც ღვთისმშობელი მარიამი ტიროდა. ღვთისმშობელ მარიამს ჩვეულება ჰქონდა, ვიდრე მიეცინებდა რომ მიდიოდა მაცხოვრის საფლავთან, დღეს უგლია რომ ეწოდება და ყოველდღიურად განძობილად ლოცულობდა იქ. და ბუნებრივია რომ სწორედ იქ წარმოსდგომოდა მას ძეიმისი და ღმერთი უფალი იესო ქრისტე. შემდეგ ეჩვენა მარიამ მაგდალელს დაუფასა ერთგულება როგორც იტყვიან. მერმე ეჩვენა პეტრეს, ამას თვითონ მოციქულები ამოწმებენ. შემდეგ იაკობ მოციქულს, უბრალოდ ნათქვამია პეტრეს და იაკობს ეთქვა, კიდევ ერჩვენა პეტრეს იყო პეტრეს და იაკობს. შემდეგ ეჩვენა ლუკას და კლეოპას, რომლებიც მოვიდნენ გახარებულები, როცა იერუსალიმიდან ემაუსსაკენ მიდიოდნენ და დაემგზავრა ვიღაც მესამე, რომელიც ვერ შეიცნეს, ამდენს აესაუბრებოდა წმინდა წერილზე, ზეკაცისაზე, მის მნებაზე, აღდგომას ვერ გულისხმარეს. და იცნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც დასკდნენ სერობა და პური განსტეხა უფალმა და მიაწოდა. ანუ აზიარა, როგორც კი იცნეს უფალი უჩინო შეიყვნენ, გახარებულები, თუმცა დაღლილები იყვნენ, დამაშვალე მთელი დღე გზაში იყვნენ, ყოფილვარ ამ გზაზე გამივლია, როცა წმინდა მიწაზე საკმაოდ ვრცელი გზა არის, უკან მობრუნდნენ გვიან ღამით, ესე გამოვიდნენ იერუსალიმში მარკოს დედის სახლთან და მოუთხრეს, რაც იხილეს და რაც უთხრა მათ უფალმა. ამის შემდგომ ის ეჩვენა 7 მოციქულს სათხებლობად თებზაობისთვის რომ წავიდნენ თუ გახსოვთ. ამ მდგომარეობაში რამდენჯერმე ეჩვენა უფალი როგორც წმინდა წერილი ამოწმეს. შემდეგ ეჩვენა 500-ზე მეტ მოწაფეს ერთბამად. ყველა ეხლა ათეისტები რომ ჰალუცინაციები ჰქონდათ დაცემით ამბობენ. არ შეიძლება ერთზე მეტ ადამიანს ჰქონდეს ერთდროულად ერთნაირი ჰალუცინაციები. ეს გამორიცხული არის. 500-ზე მეტ მოწაფეს ეჩვენა და ბოლოს დაიბარა თავისი 11 მოციქული და ღვთისმშობელი მარიამის ახლდა მათ და ელეონეს თიდან ამაღლდა ზეცად. და კვალად მომავალს დიდება განშა ცოცხალთა და მკვდართა, რომელსა მხოლოდ საშველის პატივი დიდება და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით და მარადის და უგონითი გუნისამდე. ამენ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ეხლა მოვედით და ეს ახლა დაწერილი ხატი ვაგურთხოთ. ეს ხატი შემოსირა, მე არც ვიცოდი რომ მიწერებოდა მარინე შალამბერიძემ, ჩვენმა მრევლმა. თხოვე რომ მოსულიყო, ალბათ თავადაც მოვიდოდა. სულ მოუთმელად ელოდა ამ ხატის დასრულებას. ღვთისმადლი დასრულდა კიდეც უმშვენიერეს და მადლმოსილი ხატი გამოვიდა. დამდეგ 4 შაბათს მართალია ის მაწვეველ ღვთისმშობლის ხატთან უწევდა რიგითობით დაუჯდომელის გადახდა ჩვენგან, მაგრამ აი ამ სიხარულის გამო დასვენდება რა მამა გაბრიელის ტაძარში ყოველთა დედოფლის, ანუ პანტანასას ხატის შორი ახლოს გარდაიხდება პირველი დაუჯდომელი, რომელიც ამ მარხვაში თარგმნებს. ესეც სასიხარულოა, რომ 11 დაუჯდომელი ითარგმნა, გადაეცა დასაბეჭდად. მე ვთხოვე რომ თუ მოასწრებდნენ 4 შაბათისთვის მოეტანათ
დაუჯდომელი ამ ხატისა, სამი სიხარულისა. თუ არადა ამონაბეჭდი გვაქვს და წავიკითხავთ, არ არის პრობლემა, როგორც იქნიან ხოლმე. მაშასე არის რა სამი სიხარულის ხატი, სამი სიხარული მოგანიჭოთ. ყველას და თვითონ თქვენთაგანს. ესე იგი სიხარულის სამშვინველსა ჩვენსა, სიხარული ხორცთა ჩვენთა, ანუ სხეულსა, სიხარული გონიერსა, სულსა ჩვენსა, წმინდა სამების მიხედვით და მიერ. ამენ. ამენ. უფალო და მეუფეო ჩვენო ყოვლის სამპრობელო მამა უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესო, რომელმან უბრძანე მონაცა შენსა მოსეს, რათა გამოსახოს ხატი ქერაბინთა კარავსა, წმიდასა და ჩვენსა უფალო ეგრეთვე მოგიღებიეს ხატი წმიდაი და დღესასწაული ამისი და გევედრებით მეუფეო ჩვენო, რათა მოვლინო მადლის სულისა შენისა წმინისა და ანგელოსი შენი ამას ხატსაზე და წმიდასა, რათა რომელიც აევედრებოდეს აღუსრულდებოდეს ვედრება იმისი მადლითა და მოწყალებითა საყვარელისა, ხოლო ჩობილისა დისაშენისა და კაცნუყარისა, უფლის აღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, არამედ უშვენი შენ და ყოველი დიდებაი, პატივი და თაყვანისმაი, მამისა, დადისა და წმინდისა სულისა, ასთან მარადის საუკუნითი უსამდე. Ermetsa gevedrevit simtelisa mshvidovisa gevzelovisa ketila tsarmartelisa monatadam kevatavit tisatan Ermetsa gevedrevit raita gardam rovinos ufalmanda muanichos da daamquidrosa mas khatsaze da madli povlatsmidisa sulisa da angelos egmrtisa uides da daimquidrosa mas thana darunanitsa evedrebodes msram lagus rumvebodes amis istva poleta evedrebi თორმეტ შეუფალო. რამეთუ მოწყალე და გასუღარე ღმერთი ხარ და შენ დადიდებას აღვალენ. მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, არც ამარადი და უკუნეთი უკუნისამდე. იკურთხების ხატი ესეს ხურებითა წმინდისა აიაზმისათა და მადლითა სულისა წმინდისაითა, სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა. ამენ. ეხლა ყველანი კარი გახსენით, მეორებსაც გამოავეთ, ჩავიდეთ ქვევით და გარდავიხადოთ დაუჯდომელი იმ ხატისა, რომელიც დღესასწაულიც არის, ნუნტირმე დედაო.
ყოვლად უხევლო ქალწულო წვიდა ღმრთის მშობელო იყავრა ჯვართან ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა უხარება დიდი დაითმინე დამადლი მიღე მისგანათა ურვასაშინა მოგეშინის წემდემად ამისთვის საკოლაწმიდი სახათისა შენისა კეთილ მოგზალებით მიხვედველნი დამასზე და შენ ჯვარისა მაცხოვრისა წინაშე მდგომარისა მჭვრეტელნი მობიერებათა შენთა მომართმოგო ხელი სამყრობელო მოშურნეო სახიერო და მოწყალეო იჩქარესნა ჩვენ და ყოვლისა გამწუხარებისა ნაკლუდოვანებისა და სთეულებისა აიხსენსული ჩვენი ეგრეთ შენ მადლობითა გადიდებდეთ უკუნი სამადე კიდე პირველი კონტაქტი ყოვლადწმიდისა სამებისა წინა საუკუნეთა იმოითა განზრახვითა აღრჩეულსა სამკვიდრებელად კურთხეულად სიტყვისა ღმრთისა ყოვლად კურთხეულსა ღვთისმშობელსა საკვირველსა მუსლამდებასა შინა საკვირველსა ცხოვრებასა შინა და საკვირველსა ჟამსა მიძინებისასა კაბიერში ეკმნელი მიძღვანებად საგალობელსა ხოლო შენ დედოფალო ქონებელმან ხელმწიფებისა დაუძლებელისა და მოწყალებისა გამოუცხმელისა ყოველთა ბოროტებათა და ძვირ შემცველობათაგან განათავისუფლე ქვეყანაი ჩვენი მართლმადიდებლური ეგრეთ ხმობდეთ შენ და მომარ იხარდნენ ვარსკვლავო დაუვალო ყოვლისა სოფლისა სიხარულო ღვთისმშობელო მარიამ იმადლებულო ცხოვრებისა ძისა მიმართ ძისა მასწავლებელო ხედვითი რა ყოვლადწმიდაო დედოფალო მწუხარებათა გულითათა ტანჯვათა სულიერთა და გულწრფელსა სინანოსა პასთა შენ და შენთა კეთილიმებე ხატისა შენისა გამოცხადება ურხევა და მეშა დღესა საულისა ქრისტეს მოყვარულისა ერისათვის ხოლო ჩვენ სარწმუნოებითა და შემოწმებითა გულისათა შეურდებით მას სიღრმით გულისა აღადებელი ღვთისა მიმართ ალელუია Vikaroden vasqavo Alleluia. გონება ვერ გულის მაყობს ღირსად ქებად საგალობელთა შენ მიერ ზეციურო დედოფალო რამე თუ შემდგომად მიწინებისა შენისა ძემან შენმან დიდებითა გამაღლა ზეციურსა სავანესა და შემკულ ხარ მრავალ მოწყალეო ხელი სამყრობელო ჩვენო საგურთოთა მიერ უხსნელთა შვენიერებათა და მეურულებელად მიხედავ კაცთა მრავალთა ცოდვათა მიერ გამბოროტებულთა ისეთ აღუდგენ ეგრეთ შენთა შემწეობათა ყოველთა ურვათა და განსასწრელთა მრავალ საცდელო სამაცხოვრებასა და მადიდებელთა ზეციურისა დედუფლისა გულსმოდგინება აქვთ მიწივ შეგასწვიდეთ შენ ესე ვითარად გიხაროდნენ სასუფეველსა ძისა შენისასა დიდებითა გვირგვინოს ამკნილო იხაროდნენ ზეციურისა დიდებისა სიმაღლეთაგან გლახაკთა სულთაშინა გარდაუმავალო გიხაროდნენ შემდგომად შენისა მიძინებისა დიდებულებით ამაღლებულო გიხაროდნენ კაცთა უნებულთა მიწყივო ომფორითა შენითა დამფარველო გიხაროდნენ მეგობარო ერთგულო ობოლთა დატყვევებულთაო გიხაროდნენ სიყვარულისა ჭაო უღრმესო და დაულევნელო გიხაროდნენ მაღლისა წყალობისა კაცთაზე და გარდამომყვანებელო გიხაროდნენ დაცემულთა ცნისა ყოვლითა ძალითა მეძიებელო გიხაროდნენ ვარსკვლავო დაუვალო ყოვლისა სოფლისა სიხარულო მიშობელო მარიამ იმადლებულო ცხოვრებისა მზისა მიმაგნისა მასწავლელო